სჯავრდებული იმედა სურმანიძე და მისი ოჯახი პატიმრის საქმის ხელახლად გამოძიებას ითხოვს. მოთხოვნის საფუძველი მოწმეების ჩვენებების შეცვლა გახდა, რის გამოც იგი 2011 წლის თებერვალში დააკავეს. ოჯახის წევრების მტკიცებით მოწმეებმა ცრუ ჩვენებები თავის დროზე მუქარისა და ზეწოლის ქვეშ მისცეს. ოჯახის წევრები აცხადებენ იმასაც, რომ ახალი ჩვენებების საფუძველზე საგამოძიებო ორგანოებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა მასალის გადასინჯვაზე ყოველ ჯერზე დაუსაბუთებელი უარი ეთქვათ. იმედა სურმანიძე სასჯელს ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა რეალიზაციისთვის იხდის. გამოძიების ხელახალი დაწყების მოთხოვნით საჯარო განცხადება დღეს ოჯახის წევრებმა ახლო ნათესავებთან და უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძესთან ერთად გააჟღერეს. ბაკურიძე აღნიშნავს, რომ პროკურორ გამომძიებლები, რომლებმაც იმედა სურმანიძე უკანონოდ ჩასვეს ციხეში, დღესაც თანამდებობებზე არიან. ამიტომ ოჯახის დახმარება სახალხო დამცველს თხოვს. უკანონო პატიმარი. ანუ არანაირი ყურადღება არ მოგვაქცია წინა ხელისუფლებამ. ხო და ეხლა მოწმეების ჩვენებებით გვინდა რომ მივმართოთ ხელისუფლებას, ანუ მოგხედონ. რას ამბობენ მოწმეები? აი, ზეწოლის ქვეშ დავადეთ ხელი იმედა სურმანიძესო. უნდა მოხდეს საქმის ხელახალი გამოძიება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მაგრამ ჩვენ და ოჯახს იმედი არ აქვს, რომ ამას გააკეთებს სახელმწიფო და რატომ? გამომძიებელი პროკურორი მოსამართლე ვინც იყვნენ, ისინი ისევ ამ სისტემაში არიან და ზემერია ამაზე. და დღევანდელი შეკრების მიზანი არის, რომ ჩვენ მიმართავთ სახალხო დამცველს, რომ თავისმა მონიტორინგის ჯგუფმა ცალკე შეისწავლოს ეს საქმე.